გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. მე და გიორგი. გვინდა ჩვენი აზრის დავაფიქსიროთ ამ თემებთან დაკავშირებით ახლა რაც ხდება. პირველ რიგში ერთ ნაწილს ვეთანხმებით, რომ ღამე არ უნდა იყოს ხმაური, იმიტომ რომ მეც ბავშვი მყავს მცირეწლოვანი, მე თვითონაც კი შევწუხებული ვარ, აქ რომ მიაჭერენ ხოლმე და და ღამის პირველ საათზე, 2 საათზე, 3 საათზე რომ ზღვარი აღარ იციან ხოლმე. კი ბატონო, ამაზე უნდა იყოს ჯარიმა, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაცა ნორმის ფარგლებში, ასე ვთქვათ. ნორმის ფარგლებში გულისხმობ, ეხლა დღეს რაც ხდება, ეს ყველაფერი ძაღლია გვაცდის ჩაწერას. ეხლა ეს რაც ხდება, ჩემი აზრით, არის ძალიან არასწორი მიდგომა რა. გააჩერე და ვიზუალურად უყურებ და რაღაცა განსხვავებული მაყუთში უყენია, რაღაცა ეგრეთ წოდებული ნასატკა უყენია და ამის გამო მანქანას უწერ ჯარიმას და გადაკავს საჯარიმოზე. ვფიქრობ, რომ არის არასწორი, მით უმეტეს ეს ავტომობილები ძალიან ბევრი იყო ქარხნული, ძალიან ბევრი ვიდეო დევს ამისი და ესეთი მიდგომა, არ ვიცი, რას ემსახურება, ვერ ხვდები რა. ასევე მინდა მოუწოდო იუთუბერებს, ბლოგერებს, ავტობლოგერებს, ვინც არიან, რომ თქვით, თქვენს დააფიქსირეთ თქვენი აზრი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საკითხია. არ არის ეხლა ყველას ყავთ სპორტული ავტომობილები, ჩვენს ყავს სპორტული ავტომობილები, ყველას აქვს ბაჩოკი შეცვლილი, რაღაცა გაკეთებული ხო აქვს, დაუნფაიფი ხო გაქვთ გაკეთებული, რაღაცა ხო გაქვთ გაკეთებული, ანუ თქვენიც ხო გადაკეთებული არის. ეს ხო საფრთხეს არ უქმნის არავის რეალურად, მაგრამ არ ვიცი. აგვართმევენ ყველას მანქანებს და ვივლით ალბათ ფეხით რა, ბოლო ეს იქნება რა. ერთსაც ვიტყვი რომ ეს აქციის თემა რო ანონსდება მაღაზეც, არ ვიცი რამდენად ექნება ამას შედეგი, დიდი ალბათობით რაც მოხდება იმას ვიტყვი, მივალთ აქციაზე პირობითად, ამოგვიცნობენ სულ ყველას, ამოვალთ გაგვაჩერებენ, დაგვიწერენ ჯარიმას ჩვეულებრივად. ეს იქნება და ეს, ასევე რა ვიცი, რამდენიმე ადამიანს კიდევ ვისაც მოусმინეთ ცხოვრებაში აქციაზე არა ვართო ნამყოფიო და იმის ბაჩოკების გამო აქციაზე წამოვალთო რა. რო ადგნენ და ის ბაჩოკები რო ერთ ადგილას გაგვიკეთონ, იმის გამო რომ ქვეყანას რო ჭირდებოდა, მაშინ არ ვიყავით იქ სიტყვაზე. ვიქნებით ყველანი ღირსი. იქნება სწორი ეგ ყველაფერი. არ ვიცი, ეს არის ჩემი პოზიცია და სამშაბათს სტუდიაში ვწერთ გადაცემას. გვეყოლებიან წარმომადგენლები, ავტოექსპერტები, დაზარალებულები, ვისაც გაქვთ სურვილი, მოგწერეთ პირადში. მოდით, დაგვიჯექით, ვისაუბროთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, დავგეგმოთ, ერთად მოვიფიქროთ, იქნება მივაწვინოთ ხმა საკანონმდებლო ორგანოს, რომ დაარეგულირონ ეს ყველაფერი ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს და არ იყოს ეს უსამართლო. რა ვიცი, აგერ გიო, რასაც დაამატებ? მოკლედ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ უკვე ქალაქში, რომ ისეთ ავტომობილებს უწერენ ჯარიმებს და ისეთი ავტომობილები გადაყავთ საჯარიმოზე, რომ აი საერთოდ არც ხმა აქვთ ამ ავტომობილებს და ნუ ზოგს უბრალოდ ვიზუალის გამო აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ უბრალოდ ავტომობილი ესთეტიურად ლამაზი იყოს. ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხს და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ავტობლოგინგს აწვევიან, რაღაც ტესტ-დრაივებს იღებენ და თვითონაც ყავთ მსგავსი ავტომობილები და დღესდღეობით ძალიან ჩუმად და წყნარად არიან. მოკლედ რა, ანუ არ ვიცი ამ ადამიანებზე საერთოდ რა ვთქვა. ვთანხმდებით ყველა იმაზე, რომ ქუჩაში ხო, ანუ ყველას აინტერესებს მათი აზრი რეალურად და მათ გამომწერებში არიან ის ადამიანები, ვისაც ესეთი სპორტული ადამიანები, სპორტული ავტომობილები ყავთ, ასე ვთქვათ, და ყველა კითხულობს, რომ ეს ადამიანები ხმას რატო არ იღებენო. არ ვიცი ხმას ნამდვილად რატო არ იღებენ, იმიტომ რომ მათაც ყავთ ძალიან ბევრს სპორტული ავტომობილი და არ დავასახელებ ახლა და არ მოყვები ხო ამ ადამიანების ჩამოთვლას არ დავიწყებ. უბრალოდ მთელი აზრი რა არის, ანუ ეს კანონი კი რაღაც კუთხით კარგია, მაგრამ უნდა დაიხვეწოს და უბრალოდ იმის გამო, რომ შენს ავტომობილზე რაღაცა გააქვს გადაკეთებული და საერთოდ არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომ ღამის პირველ და 2 საათზე გამოხვიდე და ქალაქში რაღაცა გააფუჭო, ხო? მაგის გამო ჯარიმას არ უნდა გიწერდნენ და საჯარიმოზე არ უნდა გადაყავდეთ შენი ავტომობილი. მით უმეტეს ეს 10 დღის ვადაში ავტომობილის საჯარიმოზე დატოვება და მე იქ ადგილზე უნდა მოხდესო
ეს კიდე სისულელეა. ასე ვთქვათ, გამშვების სისტემის გაქარხნულებაო, ესეც ძალიან დიდი სისულელე არის ხა. მე მაგალითად ორი ცალი Honda მყავს, ორივე სპორტული არის, ნუ ერთი სრულიად ქარხნულ მდგომარეობაში არის, იმიტომ რომ Civic-ი არის და მეორე არის Honda Integra, რომელიც სულ რამოდენიმე წელი დადის საქართველოში და რავი, თუ ვინმე მომიტანთ და მაჩუქებთ ქარხნულ გამშვებს, ძალიან დიდი სიამოვნებით დავაყენებ და ვივლი. მაგრამ არ არსებობს ძალიან ბევრი ავტომობილი არის, ძველი ავტომობილი ისეთი, რომელიც ქარხნული გამშვების შოვნა ძალიან რთული არის და თუ იშოვე სადღაც უცხოეთში კიდე ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ანუ, როდესაც ქარხნულ გამშვებზე მიდგება ხოლმე საქმე, ავდგებით ხოლმე და რაღაც ტიუნინგოვ გამშვებს ვაკეთებთ ხოლმე, ან ვაყენებთ. მაგრამ ესეც იმდენად დაბალანსებული არის და იმდენად ხანდახან ხშირ შემთხვევაში ჩუმია ხოლმე, რომ არავის პრობლემას არ უქმნის. აქ უბრალოდ ადამიანის შეგნებაზეც არის საუბარი. ძალიან ბევრი ვიცი, მე ვისაც ქარხნული გამშვები უყენია, უბრალოდ გახურეტილი აქვს რამოდენიმე დირკა ადევს ამ გამშვებში და მთელი ღამის განმავლობაში დადიან პოპკორნით და მოკლედ ნუ აწუხებენ ხალხს. ეს ყოველად მიუღებელია და ამას არც ერთ შემთხვევაში არ ვეთანხმები, რომ ვიღაცას აქვს უფლება, რომ ღამის საათებში იაროს, იგრუხუნოს და ბავშვები, პატარა ბავშვები, მოსახლეობა თვითონ და მოხუცები შეაწუხოს, გააღვიძოს და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთადერთი ჩვენი მიზანი არის ის, რომ ეს კანონი რაღაცნაირად დავალაგოთ და ხალხს და ავტომოყვარულებს არ გქონდეთ უსამართლობის განცდა, რომ ვიღაცამ მათ უსამართლოდ რაღაც ჯარიმა დაუწერა, ხოლო ის ადამიანები კი, ვინც არ ღვევენ და ხმაურობენ და ასე ვთქვათ, ნუ არ არიან შეგნებული ადამიანები და შეგნებული ავტომოყვარულები, ჩემი აზრით, რომ უნდა დაისაჯონ და даже იმასაც დავამატებ, რომ 2 მაგად და 3 მაგად დასაჯეთ და გაზარდეთ ის 200 ლარი კი არა 500 ლარი დაუწერეთ. უბრალოდ ადეკვატურ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად გვიყვარს ავტომობილები და ნამდვილად გვიყვარს ავტომობილების აწყობა და ამით სიამოვნებას ვიღებთ, თავი დაგვანებეთ და რაღაცა ჩარჩოში ჩაგვსვით რა, რაღაც დეციბელები დაგვიწესეთ ვიტყვი დანო. და ამ დეციბელებს მოვარგებთ ჩვენს ავტომობილებს, რომ არ იყოს ხმაურიანი. რაც შეეხება დეციბელებს, მე ვნახე ესეთი ინფორმაცია, რომ საქართველოში დაშვებული არის მსუბუქ ავტომობილებზე 105 დეციბალამდე. ვინ გიზომავს ამას? არ ზომავენ, ხო, არა, რეალურად ნახე, გეუბნებიან, რომ ჩვენ დეციბალზე კი არ გიწერთ ჯარიმას, გიწერთ, იმიტომ რომ არის თვითნებურად გადაკეთებული. მაგრამ ვისაც გეუბნებიან, რომ დეციბალზე გიწერთ ჯარიმას, უნდა გააზომინოთ, იმიტომ რომ 105 დეციბალი არის ნორმა ჩვენთან დადგენილი, ეს ტექ ინსპექტორების საიტზე რაც ვნახე და ჩვენ რაც გავტესტეთ მე და დანო, მაგერ M5, M6 დინანის გამშვებით, ქარხნული გამშვებით, არც ერთი ნორმას არ აღემატებოდა, მით უმეტეს საკმაოდ დიდი ხმა და ამ ავტომობილებს ორივეს. არა, საპატრულო პოლიციას დეციბელების საზომი ეს ერთი, საერთოდ არ არიან ამ კანონზე მე მგონი ინფორმირებულები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს უთხარი და ვთხოვე, რომ კითხეთ მეთქი რა, ანუ საერთოდ ინფორმირებულები არიან თუ არა ამ კანონთან დაკავშირებით, თქო რომ ანუ კანონში ეს მუხლი დევს. არავის არ აქვს ინფორმაცია საერთოდ. არა, უბრალოდ წერენ თვითნებურად ესეთი მსგავსი კანონი არსად არ არის. ჩვენ ახლა გერმანიაში ჩვენ მეგობარსაც ჩავაწერინეთ ვიდეო, იქაც არ არის. არც ამერიკაში არსად არ არის მსგავსი კანონი. ყველაზე იმას ვიტყვი, აი რუსეთი რო რუსეთია, ხო, იქაც დაალაგებული არის ეს თემა. კი ბატონო, მოსკოვშიც დაალაგებულია ეს თემა. ანუ მე მგონი ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ასე ვთქვათ, ესე უსამართლოდ იწერება ჯარიმები. მესმის და მეც შევსწრები ვარ ძალიან ბევრ ფაქტს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქცევა ცუდად. ამას არავინ არ უარყოფთ და ვხედავთ ამას ჩვენი თვალითაც და ბრმები არა ვართ. მაგრამ ყველას ესე ერთქვაფში აღება და მოხარშვა არის ძალიან ცუდი. მესმის რომ ეს შეიძლება რაღაცა დროებითი არის და 10 დღის მერე საერთოდ დავივიწყოთ ყველამ და აღარ დაწეროს პატრულმა ამაზე ჯარიმა, მაგრამ ყოველთვის იქნება ის ბერკეტი, რომ შეიძლება ყოველთვის დაგიწეროს. უნდა იყოს აუცილებლად კანონში დადგენილი ნორმა მინიმალური და მაქსიმალური. კი, არ უნდა დაიწეროს როგორც თვით გადაკეთებული ჯარიმა, უნდა დაიწეროს დეციბალზე. ჩვენ ვფიქრობთ, ანუ მე და დანო ვფიქრობთ ესე, რომ ღამის პირობითად 11 საათიდან დილის 7 საათამდე, ანუ იყოს რაღაცა დადგენილი ნორმა ღამის საათში, რომ სიტყვაზე ვინცაც ყავს ხმაურიანი ავტომობილი, ან არ გადაადგილდეს, ან თუ გადაადგილდება და ის დეციბალის ნორმა გადააჭარბებს, დააჯარიმონ, მაგრამ ესე მაყუჩის შეცვლაზე რომ ადამიანს აჯარიმებენ, ეს არის არასწორი. აგერ ჩვენ მეგობარს ჰაერის ფილტრზე დაუწერეს ჯარიმა. ჰაერის ფილტრზე. ანუ ნორმალური მიგაჩნიათ ეხა ეს თქვენ?
ყველაზე ისეთი გავრცელებული მოდელი არის ჩვენთან ალბათ F-სერიები, მესამე სერია, მეოთხე სერია, რომელსაც ქარხნულად აქვს ორი თავი, ასე ვთქვათ, ნასატკაც რო ვეძახით და ნუ ძალიან უყვართ ხოლმე საქართველოში, რომ ამ ავტომობილებზე M4-ის და M3-ის უკანა ეგრეთ წოდებულ ბამპერს აყენებენ ხოლმე და ეს 4 თავი, ასე ვთქვათ, გამოყავთ ხოლმე რა. ნასატკებზე არის საუბარი. ხშირ შემთხვევაში ეს ავტომობილები არის ხოლმე ხმაურიანი და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უბრალოდ ვიზუალურ მხარეს ასრულებს ეს 4 ნასატკა და არანაირი ხმა არ აქვს და ჩვეულებრივად ძალიან წყნარი ავტომობილები არის. ჩავთვალოთ რომ ქარხნული არის. უბრალოდ ვიზუალურ მხარეს ასრულებს. მაშინ დაუწერო პრიუს პლასმასის დამატებები აქვს. ბევრი ავტომობილი ვიცი და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც მსგავსი ავტომობილი ყავს და ხვდება უკვე ვიდეო რომ დაუწერეს რამოდენიმეს. კი. და მართლა არ შეიძლება რა. დააჯარიმეთ ის ადამიანი, ვინც გზებზე იქცევა ცუდად, გაზაობს ღამის საათებში, საავარიო მანევრს ქმნის, საავარიო მანევრს. არავის პრეტენზია არ ექნება რა მაგაზე. არავის არ გვაქვს პრეტენზია. ეგეთი ადამიანები უნდა დაისაჯონ და უნდა მიხვდნენ, რომ ქალაქი არ არის ტრეკი და არც რაღაც სარბოლო მონაკვეთი, სადაც რალი სპრინტიან, აღმართის დაძლევა ტარდება ხოლმე. ქალაქი არის ქალაქი და ქალაქში უნდა ვიმოძრაოთ ყველამ. წესების დაცვით და მაქსიმალურად ერთმანეთს საფრთხე რო არ შეუქმნათ რა. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან ბევრი გამოუცდელი მძღოლი არის უკვე თბილისში, მართლა გაზაობა კი არა, ჩვეულებრივ ტემპში მოძრაობა არის ძალიან რთული და ისეთ სისულელეებს აკეთებენ ხოლმე მძღოლები, რომ სიმართლე გითხრათ, ყოველდღიურად ქალაქში ძალიან მეზარება ხოლმე გასვლა და მოძრაობა დღის განმავლობაში რა. ასე რომ მოკლედ ჩვენი პოზიცია ყველამ იცის, მე მგონი რა პოზიციაზე ვარ. მოგიწოდებთ სულ ყველას ავტობლოგერები ვინც ხართ რომ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და იქნება რაღაცაზე შევთანხმდეთ ან რავი ჩვენი ეთერის საშუალებით გამოგვიყონ თუნდაც ვინმე საკანონმდებლო ორგანოდან ვინც მოვა ჩვენთან დაგვიждდება დავილაპარაკებთ ცივილურად აუხსნით ჩვენ რატომ მიგვაჩნია ეს არასწორი რა იქნება ჩვენი მხრიდან სწორი რა იქნება რომ ესეთი რაღაცა გაკეთდეს არ ვიცი ვისაუბროთ ვილაპარაკოთ ამაზე იქნება შევჯერდეთ რომ რაღაცა მივახციოთ შეთანხმებას ამ ყველაფერზე იმიტომ რომ ყველამ ვიცით აბსოლუტურად ყველამ ვიცით ეხა რაც ხდება არის სრული აბსურდი რა უნდა დაალაგდეს ეს რაღაც ისეთზე უნდა შევთანხმდეთ რაც არ დააზარალებს არც იმ მოსახლეობას ღამით ვინც ხმაური წუხდება არც ავტომოყვარულებს რა ისეთ მანქანას რომელსაც ხმა არ აქვს და ბაჩოკი აქვს უკანა შეცვლილი რა ვიცი არ ვიცი რა სისულელეა უბრალოდ არ მესმის დროა უკვე რომ რაღაც ელემენტარული შეგნების დონე ამაღლდეს ავტომოყვარულებშიც რომ მივხვდეთ და ვისწავლოთ ის რომ ღამის საათებში ხმაური და ავტომობილის ფხუილი არ არის კარგი ბიჭობა და მაგარი ბიჭობა და ეს უბრალოდ ტეხავს. ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება როგორც GDS-ი პროფესიონალებისთვის დრიფტი ვისაც მოგწონთ როგორც თარბოლა ეხა დრიფტი გადაიწყო ანუ ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება უამრავი შეჯიბრი ტარდება თუ რამის დამტკიცება გინდათ და რაღაცნაირად გინდათ რომ ამ სპორტში მოხვიდეთ და ასე ვთქვათ სპორტულად გაამზადოთ ავტომობილი და იაროთ შეჯიბრი და რაღაცა მიბრძანდით და აქ იჩაგრება და ძალიან კარგი ადამიანები არიან სულ ყველა და დანო აქ კიდე რომელი მხარე იჩაგრება იცი თუნდაც აი პეტროჰლედებიდან ავიღოთ ყავთ მანქანები გამზადებული სპორტული მანქანები უბრალოდ არ არის გადუგული ეს ავტომობილები მაგრამ იმით ქალაქში კი არ დადიან ყავთ მეორე ავტომობილიც მაგრამ ეს ავტომობილი ყავთ რომ გასართობად წავიდნენ ხოლმე შაბათ-კვირას ტრეკზე იარონ იქ რაღაცა ერთმანეთს შეეჯიბრონ და მოვიდნენ და ამ ადამიანებსაც კი ვეღარ მიყავთ ტრეკამდე უკვე მანქანა ანუ ევაკუატორის გარეშე აი არ ვიცი რა ჯგუფში რომ ანუ ხელოსანთან ყავს ავტომობილი მისაყვანი შეჯიბრისთვის გასამზადებელი და რა ოქენა როგორც ავიყო ანუ ეხავს ანუ სირცხვილია უბრალოდ რა აი ხა ვინც გვიყურებს ის ადამიანები ვინც მართ ანუ ჩვენც გვივლი ანუ განა არ მივლი ხა მამა აბრამის ბატკანი არც მე არ ვარ გამიკეთებია მსგავსი რაღაცა მაგრამ მაშინ იყო სხვა დრო და ეს იყო 8 წლის წინ და 10 წლის წინ და 10 წლის წინ არ იყო ამდენი ავტომობილი არ იყო ესეთი მოძრაობა და არაფერი არ იყო მაგას საერთოდ სხვა სიტუაცია იყო და მაგ სიტუაციასაც ავხსნი ანუ ქალაქში ამას არ ვაკეთებდით. ვაკეთებდით ისეთ ადგილას, სადაც მოსახლეობა არ წუხდებოდა. მე არ მახსოვს, რომ პატრულს გაუჩერები ვარ ოდესმე ქალაქში გაზაობის გამო. კი, იყო შემთხვევა რამოდენიმე ისეთ ლოკაციაზე, რომ გამაჩერეს, მაგრამ ეს იყო ქალაქ გარეთ და არ დავკონკრეტდები რა ლოკაციაზე გამაჩერეს და ანუ დაჟე თვითონ პატრულმაც მითხრა მახსოვს, მაშინ ძალიან ჯიგარი და ადეკვატორი ადამიანი შეხვდა. რაღაცა ესკორტმა უნდა გაიაროსო.
გეხვეწებიო ცოტა ხანიო მაცალეო ამ ესკორტმა ჩაიაროს და მეეო რამდენიც გინდა იმდენი იგაზავეთ ანუ ეს ადამიანები ხვდებიან რომ ჩვენ ქალა გარეთ იმიტომ გავდივარ და იმიტომ გაზაობ და ასე ვთქვათ იქ რომ მოკლედ არავის ხელი არ შეუშალოთ და არავინ არ შევაწუხოთ ამ ყველაფრით მოკლედ აი ნიკას ზაღლიც წუხდება ხოლმე მე მგონი და ზოგადად შინაური ცხოველებიც წუხდებიან ავტომობილის დიდი ხმით და პოპკორნებით შოკი აქვთ ხოლმე ჩვეულებრივი ამიტომ რავი ყველას მოგიწოდებთ რომ ცოტა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეთ და რაღაცა ისეთი კანონი შევქმნათ ერთად რომ ჩვენც მოვირგოთ და იმ მოსახლეობამაც მოირგოს იმ კუთხით რომ ანუ ვინც რაღაცას გააფუჭებს დაისაჯოს და მორჩა რა. ნუ ეს არის ჩვენი პოზიცია რა და დანარჩენს კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ სამშაბათს წერთ გადაცემას, სადაც გვეყოლებიან ავტოექსპერტები, ასევე დაზარალებულები, ტუნერები, ვინც იმაშვება რა ქვია, აკეთებენ გადაკეთებას და ასე შემდეგ ამ ავტომობილების, ნუ ერთად დავждეთ, ვისაუბროთ, ვისაც გაქვთ სურვილი რომ მოხვიდეთ ჩვენთან ერთად და ჩაერთოთ ამ დისკუსიაში, მოგწერეთ პირად შეტყობინებაში და თქვენი ტელეფონის ნომერი გამოგიგზავნეთ და დაგირეკავთ უკვე და გავიაროთ მერე. ხო, კიდე რა მინდოდა რომ მეთქვა, მოკლედ. ანუ ამერიკიდან ძალიან ბევრი ავტომობილი ჩამოდის, რომელსაც კონსტრუქციული ნაწილი, ანუ ის სიმყარის ნაწილი აქვს დარღვეული. ამ ავტომობილებს ჭრიან, გაკერავენ, მიაკერავენ, მოაკერავენ, გადაკერავენ და ეს ავტომობილი დადის ანუ ეგ არ არის გადაკეთებული და ეს ბაჩოკი რო არის, ეგ არის გადაკეთებული. ეგ არ არის საშიში. ანუ ჯვარი წერია ღმერთმა დაიფაროს ყველამ ერთი ავარია უნდა ეგეთ მანქანას დაიშლება ნაწილებად და ძალიან ბევრი ეგეთი ავტომობილი დაამტრეულა და ისეთ დაზიანებას იღებს ადამიანი ეგეთ ავტომობილში რომ აი არ ვიცი გადარჩენის შანსი არის მინიმალური ის სიმყარე რაც უნდა ქონდეს კონსტრუქცია რაც უნდა იყოს მთლიანი ეგენი რო არის დაკერებული დადუღებული მიდუღებული გადადუღებული გაჭრილი მოჭრილი არ ვიცი ეგ არ არის გადაკეთებული ხო შეიძლება ეხა ვიღაცა მითხრას რომ აიცი რა ჩვენ რაღაც საქართველოში ქარხნული წესით ვაკეთებთ და რაღაც ანუ რა გინდათ რომ მითხრათ რომ ვიღაცა გელა რომელიც კემპით რაღაცას ადუღებს ქარხნული წესით შოუებში შეადუღებს ავტომობილს ეგ არის სისულელე მაშინ აკრძალეთ ამერიკიდან ავტომობილების ჩამოყვანა იმ დამტორეული და გაუბედურებული ავტომობილების ჩამოყვანა შვენიერი ავტომობილები ჩამოდიოდა იაპონიიდან შვენიერი არც დაზიანებული იყო არც დამტრეული იყო არც სახიფათო იყო არაფერი არ იყო და ჩამოდის ეხა ნაგავი საქართველოში რაც იმტრევა და აგდია სანაგვეზე ეგ მანქანები შემოდის ჩვენთან ანუ ამერიკაში რაც გადაყარეს ამერიკელებმა და აღარ უნდათ უკვე ის ჩამოდის ჩვენთან გადაყრილი მანქანები ყველაზე ცუდი იცით რა არის ანუ ქართველებს კიდე რა გვაქვს ასე ვთქვათ ნორმალურ ავტომობილს კი არ ჩამოვიყვანთ ანუ ვინც ვაჭრობს და ავტომობილებს ყიდის ჩამოიყვანენ დაამტრეულ გაუბედურებულ ავტომობილს რომელსაც აი ეს კონსტრუქციის ნაწილი აი ძარის ნაწილი აქვს გაუბედურებული და გადაჭრიან გადმოჭრიან ძალიან ბევრი არსებობს გაიარეთ მინიმუმ 5 სერვისში გაიარეთ და ნახავთ რამდენი სახურავახტილი ლანჟერონ მოჭრილი უკანა მხარე მოჭრილი კარის სტოიკა მოჭრილი მანქანები დგას არ გვიდა ძალიან აღარ ჩაუღრა თემიდან ავწლით ეხა რა მაგრამ ნუ არის ესეთი სიტუაცია ჩვენი პოზიცია იცით დანარჩენს ნუ უკვე სამშაბათს გადაცემას რო ჩავწერთ თან გააგებინებთ რა და როგორ იქნება რა მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის